იმედი გესალმებათ, მადლობა რომ გვისმენთ თელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი Gym, აი ვიდეო G, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს გვერდება მიხეილ ცაგარელი, ოღონდ ყოველი ორშაბათისგან განსხვავებით, დღეს განსაკუთრებული თარიღია, კალენდარზე 27 აპრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დამსახურებულ კუროს, ყველაზე განსაკუთრებულს ადამიანს, რომელმაც საერთოდ ვფიქრობ ამ თემებზე დაგვაფიქრა, გვასწავლა, გვამეცადინა ბატონ მიხეილ ცაგარელს დაბადების დღე აქვს და ამიტომ მოდით ვისარგებლოთ შემთხვევით და მე ჩემ სტუდიაში მივულოცავ და თქვენ სადაც არ უნდა იყოთ იქედან აუცილებლად გაიმეტეთ კარგი სიტყვები და მილოცები მიხეილ ცაგარელის ბოლოცისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ვეცდები რომ გავამართლო თქვენი ასე ვთქვათ იმედები. მხნეთ და მაგრად უნდა გყავდეთ დიდხანს. ვეცდები აუცილებლად ვეცდები ეს არის ეგრეთ პერსონალური ახალი წელი ასე ვეძახით ჩვენ ამას დაბადების დღეს და უნდა ეცადოთ სხვა შორის ახლა ზოგიერთი ხშირად მეუბნება რომ კაცო რაღაცა არა ვარ მე კარგ ხასიათზე ხოლმე ჩემს დაბადების დღეზე რაღაცა აი ზოგს თავით კი ვაზო აუცილებლად შეუძახეთ ერთად. კი, შეიძლება ეს მოხდეს, იმიტომ რომ დაბადების პროცესი, მომენტი ყოველთვის ტკივილთან არის დაკავშირებული. ეს ქვეცნობიერში რჩება და ყოველ წელს როცა ერთ სრულ წრეს დაარტყავს და შედის იმ კუთხეში, ზუსტად საათ მოხდა ეს დაბადება თქვენი. აი ეს ქვეცნობიერი ამოდის. და ამ დროს შეიძლება ადამიანი არ იყოს ხასიათზე, ზოგ შეიძლება რაღაც შინაგანი დისკომფორტი შეუძახეთ, რაც არ უნდა მოხდეს. საკუთარ თავს უთხარით, ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერი დღე მაქვს და ბედნიერი ვიქნები. მაშინ აი ესე წავა მთელი წელიწადი და თქვენ თუ იტყვით, ეს ტკივა, ეს არა ვარ, აი ესე წავა მთელი წელიწადი. მიხვდით? ამიტომ შეუძახეთ. რამე რიტუალი თუ გაქვთ, როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერი საკუთარ დაბადების დღეზე? რა უნდა გავაკეთოთ? განსაკუთრებული არანაირი რიტუალი, ერთადერთი რიტუალი არსებობს სამგვაროში. სიკეთე, სიყვარული, დადებითი განწყობა. აი, დმიტრი უზნაძის და საღამოს რესტორანი. ნუ, რასო, გინდათ რესტორანი, გინდათ სახლი, ახლა რისი საშუალება გაქვთ ამის და მიხედვით, მაგრამ რასაკვირველია თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია 250 კაცი მოეწვიოს და ნახევარს არ იცნობს იქედან, მაგრამ იქნებ დამჭირდეს. ეს მომენტი არასოდეს არ ქონია. არა. ყველაზე აი ესეთი ახლობელი ადამიანთანაც აი გიყვართ რო ეთქვიან ჭუკჭუკი. მოდი ასე თქვათ, ხო? აი ეს იქნება ყველაზე კარგი, იმიტომ რომ დაუდებთ საფუძველს იმისა, რომ იქნებით აი ესეთ კარგ ამბავში, კარგ სიტუაციაში, კარგ საზოგადოებაში, იუმორი, სიმღერა და ასე შემდგომ, ხო? რაჯობი ამას, შემოკარგება. ამიტომ მე მინდა ყველას ასე ვთქვით, თქვენთაგაც სულ კარგი ამბები მოგილოცოთ ყოველთვის და სხვა შორის მინდა წინ ვისარგებლო ხა შემთხვევით 1 მაისს აგერ ბატონო ჩვენ დავით საქ ასევე კურვა ჩვენაირი ვარსკვლავური ძმა არის ჩემი და დაბადების დღე პარასკევს რადგან მე არ ვიქნები აქ პარასკევს ამიტომ ეხლა სარგებლო პამი და წინ ალბათ პირველი ვარ ვინც მიულოცავს დაბადების დღეს ჩვენს გადასარევ ასე ვთქვათ მაესტროს უწოდებთ მას იმიტომ რომ ჟურნალისტიკის სფეროში ნამდვილი მაესტროა მინდა გითხრათ არნახული განჭვრეტის უნარი აქვს ძალიან კარგად ხედავს ადამიანს ვის რა პოტენციალი აქვს რა შეუძლია როგორ და შეფასების კრიტერიუმის გადასარევი და ნეტა ღმერთმა ბევრი ასეთი კარგი პროფესიონალი ჟურნალისტი მოგწეს და პირველ რიგში პირადში საქმეში ყველაფერში ხვავი ბარაკა წარმატებები მინდა მეც ასევე გისურვოთ შემოგარება. დიდი მადლობა და ასევე ყველას ვინც ჩვენი მსმენელი და მაყურებელია მინდა ყოველი დღე მოგილოცოთ, იმიტომ რომ ყოველი დღე რაღაცის დასაწყისია. ყოველ ორშაბათთან განსაკუთრებით ორშაბათიდან ვიწყებ, გავიხსენოთ, რაღაცა იწყება ამ ორშაბათიდან და იმედი მაქვს რომ რასაც დაიწყებთ ყველაფერი წარმატებით დასრულდება. გავაგრძელოთ ეხლა და დავიწყოთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი, ხელები დავიკაბიცეთ. რა გვიქადიან ეხლა ვარსკვლავები რა მოვლენებია? ნუ მოდი ასე ვთქვათ, რომ პირველ რიგში დედამიწა მაინც უკვე შევიდა უარყოფით ენერგოველში და შევიდა 10 მაისამდე. ეხლა ისეთი უარყოფით ენერგოველი არის, როგორც ზოგჯერ არის -3-ზე რო ჩადის და მწვანეში. ასეთი არა, მაგრამ მაინც რადგან შევიდა უარყოფით ენერგოველში ცოტა ყურადღება იქნება მეტი საჭირო, იმიტომ რომ ეს აჩენს მაინც გარკვეულ წყალქვეშა დინებებს. რის მიმართ კონტროლი იქნება საჭირო ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის, მაგრამ მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის. ნამდვილად ესე ვთქვათ.
ეხლა 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს, ეს არის სამშაბათი, ხვალინდელი დღე, შემდგომ ასევე ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. ნუ ეხლა მოგეხსენებათ, რომ ამ კვირაშიც იქნება ცოტა ასე ვთქვათ, არასტაბილური, ჯერ კიდევ ამინდი სტაბილიზაციისკენ მიდის, ოღონდ გარანტეხი პერიოდი. ამიტომ იქნება აღარ მოვიდათ ნოკა. ხო, იქნება წვიმებიც, იქნება ესეთი ამინდები, კი ეს მოქმედებს წნევაზე, ამის თქმა მინდა, ხო? ამიტომ პირველ რიგში ესე იგი თუ რაღაცა დისკომფორტი გაქვთ, თავით კივა და შეგო, აუცილებლად იზომავ წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკა გინტყავით, გინთავშოთ წნევის და მიხედვით, გინც წამლებით, რომ მოიყვანოთ წესრიგში საკუთარი თავი. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის აგერ დათოს დაბადების დღე 1 მაისი. რატო? იმიტომ რომ აქ ემთხვევა 1 მაისის სავსე მთვარეობას. ანუ რა ხდება? ცის კაბადონზე მზე და მთვარე ზუსტად ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობაში ვარდებიან. მზე, რაზგულია კუროში, მთვარე მის საწინააღმდეგოდ მორიელში, ამ ღერძზე ხდება მათი ურთიერთდაპირისპირება. ეხლა ეს მთვარეც მორიელშია? ხო, ნუ მით უმეტეს, ანუ რისკმა მიდას. ვაი შორის ეს მაინამაც ცუდის არ უნდა იყოს გამოსახულება, კარგიცაა. იმიტომ რომ ადამიანზეა დამოკიდებული, ხო, როგორ განწყობაზე რას გააკეთებს და რანაირად. იმიტომ რომ დაუშვათ კარგი რა არის, მაგათ 2 კვირის წინ რაც დაიწყო ადამიანმა, შეიძლება 2 კვირის მერე რეალიზაცია ნახოს ამისი სავსე მთვარეობაზე. სავსე მთვარეობა რა არის? იცი მოსავლის აღება. აი შენ ამ მოსავალს დათესა 2 კვირით ადრე დაუშვათ ახალ მთვარეობას და იქ უკვე უნდა აიღო. ანუ შეიძლება უცებ მატერიალური დივიდენდები შემოვიდა, შეიძლება რაღაც საინტერესო რაღაც წინადადებები მიიღო. გამორიცხული არ არის კარგი ამბები. პირიქით, სავსე მთვარე შეიძლება ძალიან კარგიც იყოს, მაგრამ ხიფათები საჭიროა. ხიფათები არის და საჭიროა ყურადღება, აი რა სახის. ეხლა პარასკევს მაგათ ფსიქიატრებმა ძალიან კარგად იციან. რა ემართებათ მათ პაციენტებს სავსე მთვარეზე? რატო? იმიტომ რომ მოდის დიდი ენერგია კოსმოსიდან. ამ დიდ ენერგიას ყველა ვერ უძლებს. ზოგის ფსიქიკა სუსტია და შეიძლება აქ პატარა რაღაცაზე გამოვიდეს წონასწორობიდან, ყველაფერი ნერვებს უშლის და შენგო. ზოგი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი იმდენად დიდ ენერგიას ფლობს, იმიტომ რომ მოდის ეს კიდე დაუნტი ენერგია, საწაიგოს არ იცის და რა გზით. ამიტომ დაუშვათ თუ ის ამას გადაიტანს შემოქმედებაში, ხო კარგი, თუ არა და მაშინ გადადის კონფლიქტში, ჩხუბში ან ჯირითში მანქანით, რაც ტრაუმატული დანაცები სრულდება, ხო? ამიტომაც ვიღოთ ყურადღებით, პარასკევი, არაფერი ახალი მშვენი სარისკო არ დავიწყოთ, სუნებებს არ ავყვეთ, ვეცადოთ შეცდომები არ დაუშვათ და არ ვიყოთ ზედმეტად აგრესიულ კონფლიქტური, რა ძალიან მნიშვნელოვანია. გავიაროთ შვიდად, ნორმალურად განსაკუთრებით საღამოსკენ, 21 საათზე 45 წუთზეა პიკი, მაგრამ მთელი დღე ითხოვს ყურადღებას, გავიაროთ შვიდად ყოველგვარი ასე ვთქვათ, ახალი საქმის, ახალი პროექტების დაწყების გარეშე, აქ არ გვინდა ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და მოლაპარაკების წარმოება, ჩვეულებრივად ყოველგვარი საქმეები შვიდად კარგად გავიაროთ ეს დღე. ლამაზად სასიაო ადამიანებთან, ხელოვნებასთან მეურთიერთობებში და ასე შემდგომ. მაშინ გაცილებით უფრო კარგად წავა ყველაფერი შემდგომ და კიდევ ერთი დღე ეს არის კვირა დღე, რომელიც ითხოვს ყურადღებას, რატომით რომ მერკური გონების და ინტელექტის კომუნიკაციის მმართველი პლანეტა იმყოფება ჯერჯერობით ვერტში და კვირას გადავა კუროში 17 მაისამდე. ანუ ეს ნიშნავს უკვე მზე შეუერთდება მერკური, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა გონება უკვე კვირა დღიდან გახდება უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი, უფრო პრაგმატული, უფრო ორგანიზებული, უფრო დისციპლინირებული. ანუ კუროს თვისებების მატარებელი და ერთგულების სტაბილურობის ფაქტორი ერთიორად გაძლიერდება მთლიანობაში თითოეული ადამიანის ასე ვთქვათ გონებაში, რაც ძალიან კარგია. ადამიანები დაეწყებენ მოქმედებას უკვე კვირა დღიდან კუროს პრინციპით. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. ანუ უფრო ფრთხილები წინ და ეხლა თუ ადვილად მიდიან რისკზე, მერე არა, მერე ყველაფერს აწონ დაწონიან. ასეთები არიან. ამიტომ კარგია მერკურის გადასვლა, მოცემს ადამიანს ნაკლებად შეცდომის დაშვების შესაძლებლობას, თუმცა ცოტა გაუძლიერებს სიჯიუტეს, ზოგჯერ სიზარმაცისადმი მიდრეკილებას და ზედმეტ პირდაპირობას. აი ეს ტენდენციები თხოვნ ყურადღებას. სხვა მხრივ კუროში გადასვლა მერკურისა სულაც არ არის ცუდი პირიქით. მე ვთვლი რომ ყოველთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის ცეცხლის ენერგია ვერტის უცებ შვიდდება, წყნარდება და მე ძალიან რაციონალურად აზროვნებს. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ესე იგი კვირას მე მინდა ვთხოვო ტყუპებს, კირჩხიბებს, ასევე მორიელს და შილდოსანს ყურადღება. რატო? ემოციური გაღიზიანება აქვთ მაღალი ამ დღეს. ამიტომ კარგად გამოიძინეთ პირველ რიგში და მეორე ეცადეთ რომ აკონტროლოთ საკუთარ ემოციებს, იმიტომ რომ აქ ემოციური გაღიზიანება, რომელიც გადავა სარკასტულ სიტყვებში და გამოთქმებში და რაღაც კონფლიქტებში, ამის ალბათობა არის მაღალი. ამიტომ კვირა დღე გაიარეთ შვიდად, არ აყვეთ პროვოკაციებს და აქაც არ გინდათ არანაირი საქმეების გარჩევა, იმიტომ რომ ძალიან მალე გადაგივლით მერე.
ამ ტენდენციასაც მიაქციოთ ყურადღება. ესე იგი, ჩვენ აღვნიშნოთ ასევე ისიც, რომ ეს მოვლენები ჩვენ გველოდება ძირითადი ამ პერიოდში, თუმცა მაგალითად დღეს კარგი დღეა, მაგალითად დალაგება დასუფთავებისთვის, ვისაც აქვს განზრახული ესეთი რამ. ხვალ მე დღის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით და ზეგ და მაზეგ ჩვენი ერეა შემოქმედებითი მუშაობისთვის, შემოქმედებითი ინჩის უნარის გამოსწავლება და ქორწინებები, ვისაც უნდა ქორწინება, ამ კუთხითაც ძალიან კარგია სხვათა შორის მზის ყოფნა კუროში ძალიან კარგია საერთოდ საქორწინო ურთიერთობებისთვის. ამიტომ ეს მაისობა, რომელიც ჩვენთან არის მიღებული, რომ აი მაისი თუ არა, მაისი არა ცუდი გაცლებით უარესია, აი მაისის 20 რიცხვის მერე. ივნისის 20-მდე, როცა მზე ტყუპებში გადავა და აი გაორება ეწყება ადამიანს, თვითონ არ იცის, უნდა ეს ქორწინება თუ არ უნდა. და კუროს პერიოდში პირიქით ქორწინება არის ძალიან სტაბილური და ძალიან ერთგული მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ კუთხითაც კარგია. და მოდი ამშვით რომ აი ვისაც უნდა მანქანის ყიდვა გაყიდვა ამ კუთხით მოდი ეს ვთქვათ ხუთშაბათი დღე იქნება ძალიან კარგი და ამ ხრივად წარმოტებული და გამოიყენოთ ასევე ეს დღე ეს ზოგადად ტენდენციებია რომელიც მოსაოდნელია ამ კვირის განმავლობაში და ეხლა უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები რადგან წყალქვეშა დინებები უკვე გვაქვს უარყოფით ენერგოველთან დაკავშირებით 10 მაისამდე გასტანს ეს მოვლენა მოგეხსენებათ, ესე იგი ყურადღება საჭირო ხა ყველა ნიშნისთვის. აი ავიღოთ ვერცით, რის მიმართა ყურადღება საჭირო. დავიწყოთ იქიდან რომ ეს უკვე გავიგოთ, ვერც ჯერ კიდევ უგრძელდება კარგი პერიოდი. ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანია. თანდათან ამის შემდეგ კვირიდან უკვე ენერგია შემცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს ბევრი რამ გამოსდის, წარმატებული პერიოდები იყო წინა და თუ იქ აქტიურად იმოქმედა პროექტები განახორციელა, ახლა მატერიალური დივიდენდების მიღების დროა. შეიძლება არსებული პროექტებიდან კაიფული მიიღოს, გამდიდრდეს კიდეც, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ პრობლემა რაშია? ხდება ჯერ კიდევ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. შარმევის დულობა მაღალი აქვს, თან ფული მოდის, თან წარმატებულია ბიზნესში თავში ავარდნის ტენდენცია აქვს. ძალიან მაღალი. აი, აქ იღავით ყურადღებით. ამბიცია აკონტროლეთ. წინამდე შემთხვევაში თქვენ უგულებელ ყოფთ სხვათა აზრებს, სურვილებს, შესაძლებლობებს, რაც გამოიწვევს სხვათა მხრიდან თქვენ და მე აგრესიის გამოვლენას. ამიტომ კონფლიქტებში რო არ ჩაერთოთ და ეს პოზიტიური შესაძლებლობები კიდე მაქსიმალურად გამოიყენოთ, ეცადეთ აკონტროლოთ კი, წარმატებული ხართ, ყურადღების ცენტრში ხართ, ყველა აქტუალებულია თქვენით, მაგრამ ამბიცია აკონტროლეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ამით არ გაიფუჭოთ, მე ყველაფერი და წყალში არ გადაღაროთ. რაც შეეხება კუროს ერგოტონუსი თანდათან მატულობს. ეხლა ხშირად ადამიანი ელოდება ესე, რომ აი 21 რიცხვი მოვიდა აპრილისა და ეგრევე უნდა გახდეს აქტიური ენერგიული ჯანიანი არა. შემოგარგებო მანქანას რო ძრავთ, უცებ სიჩქარეს ხო ვერ იღებთ, ხო? თანდათან უნდა აიღოთ, ხო? აქაც იგივე მომენტია. შეიძლება აი მაგალითად შეათ ვეუბნები ადამიანებს, აი მაგალითად კურო დამთავრდა, ხო? 20 მაისს. იმის შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე ეს. რატომ? იმიტომ თქვენ ინერცია აღებული გაქვთ და მე ეს ერთი კვირა მიხვდეთ ჩავარდნისა, მაინც მიდიხართ იმ ინერციით, როგორც ახლა ვერც აქვს. მაგრამ აი საწყისი, როცა აი სერიოზული წინა ჩავარდნა გაქვთ, დაბადების წინა პერიოდი ქონდა კუროს. საწყისი პირველი კვირა საკმაოდ რთულია, სანამ ამ სიჩქარეს აიღებს, მიხვდეთ იმიტომ რომ უკვე წარმატებულია. მაგრამ კიდევ დრო ჭირდება, რომ ეს კარგად, ასე ვთქვათ, ამოძრავდეს, ამოქმედეს, გაიღვიძოს რო იტყვიან შიდა ენერგია კუროში. ამიტომ ნელ-ნელა კურო მიიწევს წინ. ამიტომ შანსები შეიძლება კარგი კონდეს, წინადადებები შეიძლება სარფიანი მიიღოს, მაგრამ აი სად არის ხა ძაღლის თავი წყალქვეშა დინება დამალული. ძველი შეუსრულებელი ვალდებულებები. ან ძველი ვალები. აი ამის შეხსენების წინაშე შეიძლება დადგეს ეს ნიშანი და ამას შეიძლება კონფლიქტები გამოიწვიოს. ეცადეთ მაქსიმალურად არ შეხვიდეთ არანაირ კონფრონტაციაში, არანაირ კონფლიქტებში, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგი შანსები, პერსპექტივები ამის შედეგად დაიკარგება. არა და გაქვთ, მიიღებთ ძალიან კარგ წინადადებებს, საინტერესო პერსპექტივები, მაგრამ თუ თქვენ გადაყევით კონფლიქტებს და ამ პრობლემების მოგვარებას, ეს დადებითი ყველაფერი ჩაივლის გვერდით. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ დაამშვიდოთ სიტუაციას, ზედმეტ კონფრონტაციას თავი არიდოთ და ეს პოზიტიური შანსები მაქსიმალურად გამოიყენოთ. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებო ფინანსური პრობლემების დროა. თქვენ ცხოვრებაში და ეს ფინანსური პრობლემები შეიძლება იყოს დაკავშირებული არა მარტო იმასთან, რომ თქვენ თვითონ ხართ ზედმეტად ხარჯველი ამ პერიოდში, არამედ შეიძლება ეს თქვენს მეგობრებთან იყოს დაკავშირებული და ფინანსური ხარჯი მათთან დაკავშირებით გაწიოთ. თლიანობაში მოდი ამუშოთ, რომ აქ უნდა ვეცადოთ, რომ არანაირ კაპიტალ დაბანდებებში არ ჩავერთოთ, არავითარ მithomეთ ეს კოლექტიური კაპიტალ დაბანდება, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების ტენდენცია მაღალია, პლუს თქვენ შედიხართ უკვე დაბადების წინა ზონაში, როცა იმუნიტეტი თქვენი კლებულობს, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები ძლიერდებიან, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, გადაერთ
ერთ-ერთ ნელ-ნელა უფრო მშვიდ კორპუსულ რითმზე და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. ზედმეტი არაფერი არ ელაპარაკო და მაქსიმალურად მოერიდეთ ახლა ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. ახლა ჩვეულებრივი ხარ რაც საჭიროა ცხოვრებისთვის იმაზე არ ელაპარაკი, მაგრამ აი რაღაც ზედმეტი არა, თორე დარჩებით მერე ნულოვან მდგომარეობაში. რაც შეეხება ახლა კერჩხიბებს წარმატებული პერიოდია, კერგო ტონსი მატულობს ინტუიცია უძლიერდება, სწორ არჩევანსაც გააკეთებს. ამიტომ შანსები იმისა, რომ იდეებში, საინტერესო იდეების პროექტების განხორციელება მოახერხოს, შეიძლება მოტრეულ მდგომარეობაც გაუმჯობესოს საგრძნობად, რეფორმატორული პერიოდი, ახალი პროექტები, შეიძლება ახალი იდეები დანერგოს, შეიძლება ახალი ნაცნობობის წინაშე აღმოჩნდეს, მეგობრული კონტაქტები იქნება მყარი, ინტერნეტთან ურთიერთობა იქნება მეტად ნაყოფიერი, კი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თავარი პრობლემა წყალქვეშა დინება თქვენი რაშია. აია გინდა დააკნინოთ სხვათა წარმატება და თქვენი წარმატება წამოწიოთ წინაპლანზე. აი ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს მათ შორის კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, პარტნიორებთან, გინდ საქმიან, გინდ სასგვარლო, იმიტომ რომ თქვენ აქ განსაკუთრებით გინდა თქვენი წარმატება წამოწიოთ წინაპლანზე და სხვისი დააკნინოთ. რაც გამოიწვევს საფოსკო რეაქციებს. აი ამ ტენდენციას მიაქცეთ ყურადღება, რომ თლიანობაში კარგი პერიოდი ამ თვისებით არ გაიფუჭოთ. რაც შეეხება ახლა ისეთ ნიშანს, როგორიც არის ლომი, ლომს გარკვეული გულაცრუება ექნება ამ პერიოდში, იმიტომ რომ ყველა მისი იდეა შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც მას სურს და მთლად ისე არ განხორციელდეს, როგორც მას უნდა. ამიტომ გარკვეულმა ეჭვებმა შეიძლება შეიპყროს, ზოგჯერ გარკვეულმა ქვეცნობიერმა შიშებმა, რამდენად სწორ ეგზით მიდის, რამდენად სწორად მოქმედებს. ამიტომ ეს ცოტა უშლის აქ ხელს თან ერგოტონსი ნელ-ნელა ეცემა. ამიტომ დაღლით დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ, თორე მაშინ უკვე შესტუმებს ადვილად დაუშვებთ. მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, იმიტომ რომ აქ ფსიქოემოციურ არასტაბილურობა შეიძლება გახდეს მათთან ზოგჯერ გაღიზიანების ან დაპირისპირების ფაქტორი. რაც ხალხს შეუშლის კარგულ განვითარებას. ამიტომ ამ კუთხითაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. რაც შეეხება ახლა უკვე ესეთ ნიშანს, როგორიც არის ქალწული, აქ პირიქით წარმატების ფაქტორი მატულობს, იღბლიანობა მატულობს, ეს ნიშანი პრაქტიკულ ენერგიული ინიციატივიანია. მოდი ასე ვთქვათ, შეუძლია ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოს, საინტერესო პროექტები განახორციელოს, ავტორიტეტი გაზარდოს საზოგადოებაში, ეს ყველაფერი გადასწარებია, სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდი აქვს მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, სწავლა, ყველაფერი გამოდის ამ ნიშანს, მივლინებაც კი უცხოეთში იქნება ძალიან ნაყოფიერი, მაგრამ წყალქვეშა დინება სად არის? აი ამ თქვენმა წარმატებამ შეიძლება ბევრი ფარული მტერი და მოშორნე შექმნას, რომლებიც ჭორები და ინტრიგებით ეცდებიან დაკნინებას თქვენი წარმატებებისა. აი, ამიტომ იღავით ყურადღებით. ზურგს უკან რა ხდება, ვინ რას ჭორაობს და რას აკეთებს, ეს აკონტროლეთ, რომ არ გამოგეპაროთ რაიმე მათი ესეთი მოქმედებები. მაგრამ თლიანობაში კვირა უდაოდ კარგია. რაც შეეხება ახლა მორიელებო პირველ რიგში აღნიშნულ ბოდის ვიხდი სასწორებო თქვენი ერგოტონსი ნელ-ნელა ეცემა, მაგრამ ეს კვირა ჯერ გაძლევთ საშუალებას აქტიური მოქმედებისა, მაგრამ ახლა პრობლემა რაშია? პრობლემა არის პარტნიორულ ურთიერთობებში და რატო? თქვენ შეიძლება აქ გინდათ რომ ცოტა აიჭვიანოთ თქვენი პარტნიორები, გინდ საქმიანი, გინდ ბიზნეს და შეიძლება მაგალითად რაღაც სხვა პარტნიორთან დაიკავოთ ურთიერთობა. შეიძლება სასკვარლო ზოგჯერ ურთიერთობაც, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას ძველ პარტნიორებთან. აი მთავარი პრობლემა რაც არის, ამის შედეგად შეიძლება გადავიდეს კონფლიქტურ სიტუაციაში ან დაშორებაშიც კი ეს სიტუაცია. ამიტომ აქ ნუ ეცდებით იმის გამო, რომ ის პარტნიორი აიჭვიანოთ და ამით გინდა ცოტა უფრო დაიახლოვოთ, ალმობიერი გახადოთ. ამის გამო ახალ ურთიერთობები ნუ ჩაერთობით, თორე ამას შეიძლება საერთოდ ორივე დაგაკარგინოთ საბოლოოდ და არჩეთ ნულზე. ამიტომ ახრიღოთ ცოტა ყურადღებით, რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, მით მეტად წახვალ წინ და პირიქით. ეხება როგორც პირადს, ასევე საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს და კიდევ სამაგეროდ დაკავდით შემოქმედებითი მუშაობით. აი აქ შეგიძლიათ პატარა შედევრების შექმნა და შემოქმედებითად გაითქვათ სახელი. სხვა შორის თუ ქორწინებას აპირებთ, ქორწინებისთვისაც საკმაოდ კარგი კვირაა. რაც შეეხება მორიელი აქტიურია, უკვე ენერგიულია, ჯანი ემოტება, ინტუიცია ზრდება, შესაძლებლობები წარმატებისა ყველა დონეზე საკმაოდ მაღალი აქვს და მორიელებო გაითვალისწინოთ ფინანსური კუთხითაც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული გაუმჯობესო თქვენი მატერიალური მდგომარეობა, ბიზნეს სფეროში აქტიურად ჩაერთოთ, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაითვალისწინოთ წყალქვეშა დინება სად არის? არის იმაში, რომ თქვენ შეიძლება აქ უგულებელყოთ ისევ სხვა ადამიანთან, თქვენ სირგულიყო ადამიანთან, მათ შორის პარტნიორთა სურვილები, მათი დაუშვათ რაღაცა ინტერესები, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისევ დაპირისპირება და თქვენ ეხა სარკასტული გამოთქმები და კბენები ყველამ კარგად იცის, რაც გამოიწვევს ხოთ კონფლიქტებს და უსიამოვნებებს. ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, მოქმედებები, სხვათა ინტერესებიც გაითვალისწინეთ, რომ აქ ამას მერე პრობლემები არ მოყოს. მაგრამ თლიანობაში პერიოდი უდაოდ კარგია.
და კოლეგებთან ხელმძღვანელებთან ეცადეთ ასევე კარგი ესეთი ურთიერთობები შეინარჩუნოთ. იმიტომ რომ კრიტიკის ქარცეცხლში ადვილად მოხვდებით მათი მხრიდანაც თუ თქვენ აი ესე უგულებელყოფას მოახდენთ სხვათა ინტერესების. რაც შეეხება შილდოსნებს თავარი პრობლემა აქვს რა იურიდიული. ანუ გაქვთ რაღაცა იდეა, პროექტი, შეიძლება ხელშეკრულება და შემდგომ ხო იურიდიული შესწავლების დაშვების ალბათობაა მაღალი. ამიტომ კარგად უნდა იყოს გადამოწმებული ნებისმიერი ხელშეკრულება და დაუშვათ შეიძლება კონსულტაციაც გაიაროთ უპრეანი იყოს ისეთ ცოტა გამოცდილ იურისტებთან რომ რაიმე ესეთ სახის პრობლემა არ შეიქმნას. ჯანი ენერგია ჯერ გაქვთ, მაგრამ ნელ-ნელა მცირდება იგი ყოველდღე და ამიტომ ძალიან უგადაიღლებით, დაეღალეთ, მაგრამ ძალიან უგადაიღლებით და მიაქცეთ ყურადღება ასევე ისეთ დეტალს, როგორიც არის მაგალითად ფარული მტრების მოშურნეების თქვენ საწინააღმდეგო მოქმედება, ჭორების, აგურების ტენდენცია არის. ამიტომ ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, ნუ მისცემთ ინფორმაციას ხვებს და აკონტროლით რა ხდება ზურს უკან. რაც შეეხება თხისკას, აქ პირიქით ერგოტონუსიც მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, შრომის უნარება მატულობს, ამიტომ ამ ნიშანს ძალიან კარგი შანსები აქვს, რომ იდეებიც განახორციელოს, პროფესიონალურად წავიდეს წინ და ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოს, მაგრამ აი ეს ფინანსები როგორც მოდის, ისევე მიდის. რატო? რა შეიძლება მეტი ხარჯი დაჭირდეს შვილებს, მეტი ხარჯი დაჭირდეს სასკვარლო პარტნიორებს. აი ამან შეიძლება გამოიწვიოს გაცილებით მეტი გასავალი, ვიდრე შემოსავალია. თუმცა მაინც თავარი არის თქვენთვის რა კარგი ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება შვილებთან და სასკვარლო პარტნიორებთან. აქ თუ კონფლიქტი შეიქმნა, თუნდაც ფინანსურ ნიადაგზე, ეს ძალიან გაგიბუჩებ თელ კვირას. თუ აქ იქნა სტაბილურობა, მაშინ კვირა ექნება გადასარავი და შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს. მერწყულებს რაც შეეხება ერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება გაითვალისწინეთ, მაგრამ სამაგეროდ კარგია, მაგალითად თუ ხარ ჩართული სპორტულ სფეროში. ან შემოქმედებით საქმიანობაში ძალიან კარგი წარმატებები მოვა ამ კუთხით, მაგრამ მიაქციოთ ყურადღება რას ფინანსებს, ზედმეტი ხარჯი არა, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებით და მიაქციოთ ყურადღება აქ შეიძლება ვიღაცა ადვილად შეგეუვარდეთ. მაგრამ ეხლა გაითვალისწინეთ, ზოგადად შეიძლება ცუდი არ არის ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ თუ თქვენ ამ დროს გყავთ უკვე შეყვარებული ან ოჯახი, ასეთ შეყვარება, ასე ვთქვათ, ცოტა შეიძლება გახდეს მერე ბიზნესზე არასასუელი პრობლემებისა და კონფლიქტების. აი ამ თვალსაზრისით եղავით ცოტა ყურადღებით, ეს თქვენი წყალშედინება. თევზებს რაც შეეხება ერგოტონუსს არუჩევიან ჯანმრთელობა მდგრადი, აქტიური, ეს ნიშანი ინტუიცია უძლიერდება, შემოქმედებითია უდავოდ, კარგი პერსპექტივები აქვს, მაგრამ არ ჩაერთოთ რაღაც ავანტიურულ პროექტებში, საეჭვო პროექტებში, რისი ალბათობა მაღალია და გაითვალისწინეთ კიდევ რომ საფნის ბუშტივით გასკდება ზოგიერთი თქვენი ფანტაზიური იდეა. აქ აუცილებლად მოვლენ ადამიანები, რომლებიც დაგიხატავენ ისეთ პერსპექტივებს ამ თუ იმ იდეასთან, ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ თქვენი ფანტაზია გაიჭრება სხვა სამყაროში, თქვენ წარმოიდგენთ რა კარგი იქნება, რამდენი ფული მოვა, რა კარგი ურთიერთობა და მე უცებ საფნის ბუშტივით გასწრებით დარჩევით ხახამშრალი. ამიტომ ეს ვარ მოხდეს. რეალურ ფაქტებს დაერთანით ხოლოდ, ფანტაზიებს ამჯერად თავი დავანებოთ და იმოქმედეთ იმის დამიხედვით, რასაც ხედავ და გულისხმა ინტუიცია, რასაც კარნახოთ. მაშინ იქნებით გაცილებით წარმატებულები. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და აი აგერ ჩვენ საიუბილეო ტორტიც გუშინ მთელი ღამე ვაცხვეთ და დღეს მოგიტანეთ რომ ჩაიფიქროთ სურვილი და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დიდი სიყვარულით. აბა ჩაიფიქრეთ. აი კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯანმრთელი, ბედნიერი და დიდხანს გვიმყოფოს სამყარომ თქვენი თავი. მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დასმობილი დროისთვის. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით ჩვენ ამ ფორმატში მომდევნო ორ შაბათს.